Ჩვენ როგორც ვიცით ყველამ და საზოგადოებამაც იყო შესვენებიდან გამოსული სამსახურიდან უპატიოსნესი ადამიანია, საქართველოს ბანკის თანამშრომელია, რა ვიცი, მთელი ქალაქი იცნობს, ყველა შეუძლია დაახასიათოს როგორც კარგი და პატიოსანი ქართველი, ვაჟკაცი ქართველი, ადამიანი პირველ რიგში, არანაირი ზედმეტი არასდროს არ ქონია ესეთი შემთხვევა და სამსახურიდან გამოსულს მეგობარ შეხვდა და იქიდან რო წამოვიდა, არ ვიცი, შელაპარაკება რატო დაიწყო, ანუ მანქანამ მიუყენეს რაღაცა და არ ვიცი, იქ რა მოხდა და მე კი ვნახეთ როგორც გაუსწორდნენ. არ არის ეხა პაპლიც ისეთ მდგომარეობაში, რომ რაღაცა ესეთი აჩა, ანუ არც ვეკითხები, არაფერს ჯერ ცოტა მძიმე პერიოდი აქვს, ალბათ გამოვა, რა ვიცი, ამ პერიოდიდან და მე თვითონ ისაუბრებს და ადვოკატიც შესაბამისად გააკეთებს კომენტარს ამაზე. კი ბატონო, მეგობართან ერთად იყო, ხო? გიგლა, როგორც ვიცი. მეგობარს მიაკითხა შესვენებაზე სანახავად, იქ ისაუზმეს ერთად და წამოვიდა ისევ ბრუნდებოდა სახში, სამსახურში უკან. კი ბატონო, გიგლა, რას ეუბნებოდნენ? აი ამ არ ვიცი, აი ამ ძალადობის დროს პოლიციელების მხრიდან იყო რამე რეპლიკა, მაგალითად, აი რის გამოუსწორდებოდნენ ესე სასტიკად? ეხა რა ვიცი, ქართველები ვართ, ერთმანეთის ესე მოქცევა, მოპყრობა ხო ეს ყოვლად მიუღებელია. მე რა სიტყვებსაც ეუბნებოდნენ, ვიდეოშიც კარგად ისმის, მგონი და როგორ შეურა ეს არის ქართველი კაცისთვის სულში ჩაფურთხება და რა ვიცი, მიწასთან გასწორება, ესეთი სიტყვებით ლანძღავდნენ და ესეთი სიტყვებით აგინებდნენ და მე მგონი, რა ვიცი, არავინ არ არის ჩემი ძმა ისეთი, რომ ეს დაემსახურებინა მით უმეტეს სამართალდამცავებისგან და მე მინდა რომ რა ვიცი, შესაბამისი ორგანოები მუშაობენ და დაისაჯონ ის პირები, ვინც არიან სათანადოდ და როგორც კანონის ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, ყველაფერი. კი ბატონო, ანუ მიზეზზე მაინც ესე იგი ჯერ ვერ საუბრობთ. ხო, იყო ვერსიები, რომ სხვაში შეეშალათ თქვენი ძმა, რომ საერთოდ სხვა პირს ელოდნენ თითქოს. მიზეზი, ანუ მე როგორც ვიცი, იყო გადამოწმების მიზნით გაჩერება, გაუჩერეს ფეხებში მანქანა ძალიან ისე და ამან უთხრა, რანაირად დადიხარო, ანუ არ დამეჯახო და რომ გადმოვიდნენ, ისინი უხეშად დაუწყეს ლაპარაკი, ამან არაფერი იქ ისეთი არ ყოფილა, შემდეგ ანუ მაიკაზე თუ რაღაცა წვდა ეს ერთ-ერთი და აი მანდ დაიწყო ყველაფერი რა. კი ბატონო, გიგლო, 6 პოლიციელი არის დაკავებული, რა სიტყვით ზოგადად ამ გამოძიებაზე და ფიქრობთ თუ არა, რომ არა მართლაც მედია და ამ შემთხვევაში ქართლის ადგილობრივი მედია შესაძლოა ეს ფაქტი და ეს ძალადობა, ესე ვთქვათ, მიეჩქმალათ კიდეც და არც არავის ეგო ამ ყველაფერზე პასუხი, იმიტომ რომ დაზარალებულის ნაცვლად ეს კადრები უკვე გავრცელებული არის საზოგადოება საქმის კურსში ამ ყველაფერზე შესაბამისი ორგანოები მუშაობენ. მე ერთადერთი რაც მინდა ეხა პირველ რიგში რაც უნდა მოხდეს, უნდა ჩემს ძმას ისევ ბრალი აქვს აყენებული და ბრალდებული სტატუსით არის განთავისუფლებული და მოუხსნან ეს ბრალი, რომ ჩემი ძმა არაფერში არ არის დამნაშავე. აი ამ სიტუაციაში საერთოდ არაფერში არ არის დამნაშავე და გამოუშვეს როგორც ბრალდებული. დააკავონ ის პირები, ვინც არიან დამნაშავეები სასტიკი მოპყრობისთვის და არაადამიანურად გადამეტებული ძალაუფლებისთვის, რასაც აკეთებენ მთელმა ქვეყანამ ნახა და როგორი სიტყვებით აგინებენ მთელმა ქვეყანამ ნახა და ეხა პოლიციელი რო ესეთი სიტყვებით გელაპარაკება და ესე გექცევა, რა ვიცი. კი ბატონო. მადლობა გიგლა, მადლობა იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო მიიღეთ გადაცემაში. მადლობა თქვენ. კი ბატონო.